კარებებზე, გერმანულ ლამინირებულ პარკეთსა და შპალერზე, ესპანურ სამზარეულოებსა და იტალიურ სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკაზე. კაფელის სახლი, თბილისი, ქავთარაძის 27. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდით და გადაცემის ამ ნაწილში ვესაუბრებთ ევრო 2016-ის შესახებ. არჩილ არველაძე და ბიძინა ბარათაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. აქ იყო კამათი რეკლამაზეც და ბიძინას აქვს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება ევროპის ამ ჩემპიონატის მიმართ. ხო, მე არ ვახავ თავს ჩემ აზრს, მაგრამ მე ვარ ცოტა ალბათ კონსერვატორი ამ საკითხში და მგონია რომ ყველაზე კარგი ჩემპიონატი ევროპის იდეალური არის 8 გუნდიანი სისტემა. ისევე როგორც სოფლიო ჩემპიონატზე 16 გუნდიანი როცა იყო სოფლიო ჩემპიონატი, გაცილებით უფრო დაძაბული, საინტერესო იყო ჩემთვის და რამდენიმე არგუმენტი მაქვს ამისოთ. ეხლა კიდევ ვამბობ, მე ძალიან კარგად მესმის კომერციალიზაციას, ფეხბურთის პოპულარიზაციის თემას. იმას კი არ ვამბობ, ვერ ხვდები რატო გაიზარდა რაოდენობა ან რა ვფიქრობ რომ ხარისხს დაარტყა ამ ყველა. მე ვფიქრობ რომ ხარისხს დაარტყა. ჯერ ერთი ხარისხს ბევრ სხვა ფაქტორმაც დაარტყა. აქ მარტო გუნდების რაოდენობის გაზრდაზე არ არის ლაპარაკი, ხო? ევროპის ჩემპიონატს უშლის ისევე როგორც საერთოდ თუნდაც სოფლიო ჩემპიონატსაც და კოპა ამერიკასაც და კონტინენტურ ტურნირებს ზოგადად უშლის დაძაბული ჩემპიონატები. დააკვირდით ხო ყველა ძლივს დადის თუ კი ვინმე იყო წარმატებული სეზონის მანძილზე. თამაშობენ კარგად ის ფეხბურთელები უმეტესწილად, ვისაც ან ტრავმა ჰქონდა და ნახევარი სეზონი გაუცდა და მე არ ვლაპარაკობ ახლა კონკრეტულად ამ ევროპის ჩემპიონატს. ზოგადად ვამბობ ბოლოს აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ ამ სიგრძე სეზონზე 80 თამაშობენ. მე მაყურებლისთვის ახლა ხო თუ სპეციალისტი არ არის, მე ვიყავ საშუალო მაყურებელზე ხო? იმას აინტერესებს დაძაბული კარგი თამაშის ნახვა. ჩემპიონთა ლიგის ფონზე მატჩები, თქვათ, ალბანეთის და რუმინეთის საერთმანეთო შეხვედრა. მე მესმის, მე არ მინდა რომ ესე გამომიძოს შეურაცხყოფას ვაყენებ ან რუმინელებს ან ალბანელებს, მაგრამ ფული უნდა გადამიხადო მე პირადად სხვა შემთხვევაში რომ უყურო ალბანეთის და რუმინეთის დაპირისპირებას. იმიტომ რომ ისე აბსოლუტურად ჩემს საინტერესო არ არის. ისევე როგორც უნგრეთი და თქვათ დღევანდელი უნგრეთი და ისლანდია ერთმანეთში ან თქვათ ავსტრია, ხო? მე ასეთი დამოკიდებულება გარდა ამისა პარალელურად მიდის ეგერ კოპა ამერიკა, ხო? რომელზეც სხვა სისტემა, იქაც ბევრი გუნდია ეხლა, მაგრამ იქ გააკეთეს 100 წლის გამო და პლუს გაერთიანეს ორი კონტინენტი, ხო? ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთი და ამიტომ იქ და იქაც კი გაუჭირდა, თქვათ, ხო? და იმიტომ. ხო, ამ გულისხმობ რომ გაუჭირდა, თქვათ, იმდენი გუნდის პოვნა, რომელიც ყველა თამაშს რაღაც მაღალ დონეზე ჩაატარებინებდა. მაგრამ იქ გოლები გადის სტილების განსხვავება კიდე შენარჩუნებული. აქ რო გადააცვა ახლა ეს რა ქვია ფორმა, ნახევარ გუნდებს ვერ მიხვდები ვინ ეთამაშება ერთმანეთს. კი ბატონო, გასაგებია. მაგრამ ეგ ახლა ევროპის, მე ესე ვერ დავეთანხმები რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ არა, კარგია ეს რომ არა, დავაში განსხვავება მართლაც ახლა როგორც ბიძინა ახსენა, გასაგებია, მისთვისაც ახალი კი არ არის, მან ახლა არ გუშინ და გუშინ წინ
იცის ეს ხა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი მხრივ ესეთია ფეხბურთი, დღეს ძალიან გათანაბრდა და შესაბამისად იგი ერთი პრობლემაა რა, არ უნდა არ უყურებს, ვისაც უნდა უყურებს. აი გათანაბრდა კი ამ ევროპის ჩემპიონატს ყოველ შემთხვევაში ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან რაც ვნახეთ უკვე თამაშები ეს არის დასკვნის საფუძველი რომ გათანაბრდა გუნდების. ეხლა ზუსტად თუ ვიძახდი რომ 8 გუნდიანი ჩემპიონატის შემთხვევაში საუკეთესოები გადიოდნენ, მაგრამ 25-24 ქვეყანაში ჰოლანდია ვერ მოხვდა მაგალითად, ხო? რაც ალბათ 8 გუნდიანში ჩამონათვალში ეხლა რა ვთქვით, ჩავთვალოთ. არა, 8 ჩატარდა პირველად 80 წელს და 8-ში მოხვდა საბერძნეთი. რაით მოხდა? გავიგე, მაგრამ მაგას ითამაშა, მოიგოთ, ეგრე უნდა იყოს, კაცო, ეს რა ქვია, შესარჩევი ტურნირი. შეიძლება რონალდო ვერ მოხდეს, იბრაგიმოვიჩი. მაგრამ აი თუ გათანაბრდა თუ არა დონე, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. რომ მოხდა ორი თამაში კარგი ვერცერთმა და ვერცერთმა. ჩვენ ნახეთ მაგალითად. მაგრამ ეგ შენ ახსენე მაგის მიზეზი. მთელი სეზონი დაძაბული და ხო და მაშინ თუ დაძაბული და რატომ არ მოხდა? ეგ მაშინ შენ იცახი რომ შეიძლება სხვა დროს ჩატარდეს უბრალოდ და მოდი ასე ვთქვა, გათანაბრდა თუ არა დონე. აი ჩვენ ნახეთ უელსის და ინგლისის თამაში. უელსი ინგლისის თამაში, სადაც ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. აი სახელებით თუ ვიმსჯელებთ, ინგლისი უდაო ფავორიტია ითხოვდა ვიღაც, მაგრამ რეალობა მოედანზე სულ სხვა იყო, ხო? ანუ ვინ არის ფავორიტი და ვინ არ არის ფავორიტი, ეს ცოტა სადაო გახდა უკვე ალბათ. ხო, მაგრამ იცი რა შესაქმე, მე არ მომწონს სისტემა, როცა 3 გუნდი გადის ჯგუფიდან, იმიტომ რომ ეს არის არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს გუნდებს. დღეს ვიღაცა ჩაატარებს თავის შეხვედრას, ხვალ მეორემ უკვე იცის შედეგები და სხვანაირად აკეთებს. გასაგებია რომ საუკეთესო 4 გადის. მე ვამბობ რომ ის ვიღაცა 2 გუნდი მესამეზე გასული იჩაგრება. გარდა ამისა ძალიან ბევრი შედეგი ამ დღევანდელი მატჩების ამ თუნდაც ამ ევროპის ჩემპიონატზე წინასწარ იყო განსაზღვრული და ცნობილი. ეხლა ტოტალიზატორის მოყვარული ვინც არის, იმათმა წესი და რიგით თუ თვალიციან ელემენტარული, კარგი ფული იშოვეს ეხლა, იმიტომ რომ საფრანგეთი შვეიცარია 100%-იანი ფრეი იყო, იმიტომ რომ ორივეს აწყობდა. სლოვაკეთი ინგლისი 100%-იანი ფრეი იყო. ზაქვია მას შოტლანდია, ესპანეთი, ხორვატიაც ფრეი იყო. უნდა იყოს, ხო, ალბათ. თავი რომ მოიკლას, იმას 3 კაცი აკლია. ხორვატიას, ხო? ამასაც არაფერი შეჭდება იტალიამ თქვა თუ ხალ უნდა თამაშოს შემადგენლობა 6 კაცის ყვითელი ბარათია. მაგრამ ეგ ყველა ქვეჯგუფს ახასიათებს, ვიცი, ეგ რომ ორ თამაშს მოიგებ მესამე თამაში. მაგრამ მე არ ხოშერება არ მომწონდეს, მაგრამ რაღაცა პლუსი უნდა კონდეს ჩემთვის, ხო? ცუდად მოთამაშე რუსეთი მოხდა ჩემპიონატზე. გუშინამდე კარში არ დაურტყია 2 თამაშია. ისე გაუტანა გოლი მას ინგლისს ასული იყო. მაგრამ ამ რეალობას რაიმე შეცვლის აწი? არა, აწი ვერაფერი შეცვლის, მაგრამ მე უფლება რომ რაღაცა მომწონდეს, შენ გიყვარს თქვა, რა ქვია, ყურძენი და მე მიყვარს ვაშლი და რა ხნა ხარ. გასაგებია. აი რაც შეეხება გუნდების გათანაბრებას დაიწყეთ ამაზე საუბარი და იქ. ზოგადად ესეა მსოფლიოში დღეს რამოდენიმე გუნდია გამორჩეული, რომელსაც შეიძლება რომ ერთი ხელის მოსვლით თქვათ, რომ მართლაც ლიდერებში მოიაზრებიან, დანარჩენი ქვეყნები, თუნდაც აი ალბანეთის თქვათ ალბანეთი ხა ალბანეთმა მართლა შეიძლება ითქვას რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა. ხო, ნამდვილად კარგად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ფავორიტებში, ანუ ევროპაში გასასვლელ ქვეყნებს შორის იმ და გამომდინარე, როცა დაიწყო ქვეჯგუფი, არ მოიაზრებოდა. რომ იქ კონცეპტ არ მოუგია არავისთვის, არავის არ მოუგია, მაგრამ შესაძლებელი იყო ისეთი რამოდენიმე ქვეყანა ვერ მოხვედრილი იყო და არის ერთ-ერთი გამორჩეული ჰოლანდია, ვინც ვერ მოხვდა. სპორტის პრინციპი არის ის, რომ ვიღაცა უნდა გაკლდეს ტურნირზე რაღაცას უნდა წლებოდეს. ყველა თუ არის იმაზე რა ქვია, მონაწილე ვინ არის? აი აზერბაიჯანი კი არ გაგერ არის. ანდორაში რაღაცა ეს 6 კაცი ცხოვრობს, ისიც აქ არის და ეხლა ნუ ვერ ხვდება ის ქვეყანა, რომელიც ვერ აგროვებს 11 კაცს თორე. დანარჩენი შემდეგ იმაზე კიდე მოუმატებენ ეხლა იმას აქ. ნახევარი ვერ გადის. მთელი ევროპა გავა. ჩამოს 53 ქვეყანაში 24 ხვდება ევროპა ეტაპზე. კი და კი როაშლილი იყო სამშობლო კავშირი და ეს რა ქვია, იუგოსლავია მთელი ევროპა იქნებოდა აქ. გუნდი ან გუნდები, რომელიც ყველაზე მეტად არიან ფავორიტები თამაშების მიხედვით, რაც ვნახე. ზოგადად ეხა არსებობს, ეხა ადგილობრივი გუნდი ყოველთვის მასპინძელი და ეხა ახსენა ბიძინა რომ ესეთ ქვეყნებს ერთადერთი რაც სწორი თქვა, ეხა ერთადერთი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისწორე შენ ნათქვამში ის იყო, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან ცენტრალური ევროპის დიდი ქვეყნები, მხოლოდ მათ შეუძლიათ რომ 24 გუნდიანი ევროპა ჩაატარონ, როგორც ინგლისია, გერმანია, საფრანგეთია და ეხა კიდე
კიდე ცოტა გამიჭირდება რომ თქვა შემოვთვალო რომ 24 ქვეყნის დელეგაცია მიიღო და ამხელა იმიტომ რომ თუ არ გაენთიანდა როგორც ერთხელს გაენთიანდა თქვა შვეიცარია, ავსტრია თუ პოლონეთი, უკრაინა და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ეს პრობლემა რა თქმა უნდა დადგება ხო იმიტომ რომ არ შეიძლება ყოველ წელს ერთი და იგივე ქვეყნებში ატარონ ევროპის ჩემპიონატი და ნუ მოუწევთ მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება კარგიც არის ოდესმე შეიძლება ამ პატარა ქვეყნებსაც ეღირსოს ევროპის და ესეთი დიდი ქვეყნების ესეთი დიდი ტურნირების მასპინძლობა ხო ესეც ხო კარგია აქვე ახსენა რომ რა თქმა უნდა ფეხბურთის აი ამ ფართო გაშლას და იმ ქვეყნებში სადაც არ არის ესეთი შესაძლებლობა იმათ მიეცეთ იმ ქვეყნებს იმ შესაძლებლობა რომ ესეთი მასშტაბის ტურნირები ჩატარდეს და ამან მოიტანა მერე ის გათანაბრება რა ზუსტად აი ამ ესეთმა თქვათ რომ გაიზარდა евро თქვათ გუნდური იქაც ხო გაიზარდა თქვათ ჩემპიონთა ლიგა გაიზარდა ევროპის თასი გაიზარდა იქაც გაიზარდა კლუბების რაოდენობა აი ჩვენ ხო არ ვიღებთ კი არა ხო არ მივიღეთ უკვე სიტუაცია როდესაც ნუ ეს ასე იქნება საკლუბო დონეზე ამ წამყვან ფეხბურთელებს სულ ექნება დაძაბული ტური იმიტომ ჩემპიონთა ლიგა თასი ჩემპიონატი ანუ კრიზისი ხომ არ უდგას ზოგადად ქვეყნების ჩემპიონატი ეს პირველი წელი არა იგივე პრობლემებია ყოველთვის სამწუხაროდ ხდება ისე რომ მაგალითად ახლა დღემდე არის კამათი როდის ჩაატარონ სოფლიო ჩემპიონატი ყატარში ახალ წლების იმიტომ რომ შედარებით სიგრილე იქნება თუ ისევ იმ პერიოდში მაგრამ ხდება ნუ ვერანაირად რა ნუ არ ხდება ისე ერთადერთი რაც ჩემი აზრია მე ესე ვფიქრობ რომ შეიძლება რომ კი არ დამთავრებული სეზონის მერე მაისის ბოლოს ფაქტიურად ყველგან დამთავრებულია მე რო ვიყო ძალიან მალე დავიწყებდი რა იქვე დავიწყებდი და იმ რაღაცა 2-3 კვირიან პაუზასაც არ გავაკეთებდი რომ ეს ციკლი გაჩერება დაწყება არ არის იმიტომ რომ ურჩევნია ფეხბურთელს კიდე 3 კვირა გააგრძელოს ისეს თავისი სეზონი ვიდრე გაჩერდეს მერე წავიდეს გასაგებია რომ ნაკრებს ბორი ჭირდება შეკრება ჭირდება მაგრამ თუ ევროპაზე გადის ნაკრები არ ამგონია რომ ეხა იქ ის პრობლემაა რომ თქვა დამთავრდა 20-ში და 1 მაისს რო ან 2-3-7 ივნის დაიწყო და მიაყოლო რა აი ეს პრობლემა დგას ესას და ალბათ არ ბიძინას ერთი მხრივ საკლუბო სეზონი და მეორე მხრივ სანაკრებო ანუ ეს უკვე გარანტირებულად ნიშნავს იმას რომ ეს დაღლილი ფეხბურთელები ვერ აჩვენებენ ამ სანახაობას ასე გამოდის ხო ლოგიკურად და არამოტივირებული ქვეყნები ხო აი პატარა ქვეყნები უფრო მოტივირებულები აი ალბანეთი უფრო მოტივირებულა თავის გამოჩენა და მეტად დასვენებული ფეხბურთელები დასვენებული შეიძლება არ იყოს ალბანელებიც თამაშობენ კაი კლუბებში მაგრამ თვითონ მისი მთელი გუნდი ხო და ქვეყანა ხო აი საკითხა ესპანელი უფრო ძნელი სამოტივაციოა იტალიელი, მაგრამ აი ესეთი ცოტა თქვა და არ ვიცი ისლანდიელი უფრო მოტივირებულია პირველად მოხდა. ალბანეთი პირველად მოხდა. ხო, ვინ მოხდა კიდე? ხო, პირველად მოხდა. იმათვის რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ის არის რა. კი ბატონო. კი, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი არ აქვს ჩრდილოეთ ირლანდიას. ხო, და აი გაიდის უკრაინა დაფშნა იმითი რა ქვია, დანაყა ხასანახში. რატო? იმიტომ რომ მოტივირებულია, იმიტომ რომ იმ ჩემპიონატს რაც ისინი თამაშობენ, ატარებს შვიდ თამაშს, ერთმანეთს ეთამაშება ბრეი, ვიღაცა ლენტორანი თუ რაღაცა თამაშობს გაუთებლად ერთმანეთში და არს გადაღლა, პლუს მოტივაცია რაც თქვა ახლა, რა თქმა უნდა, როცა შენ პირველად არ არის ახლა შვიდ ირლანდია არის, მაგრამ ძალიან დიდი პაუზის მერე, ხო? და როცა იყო სხვათა შორის, ხო პირველად გავიდა 58 წელს 16 გუნდიან ჩემპიონატზე ის შვიდ ირლანდია, მაშინ სამხელა იყო, შეიძლება პატარა კიდე, ხო? და გავიდა იქა და უბრალოდ კი არ გავიდა, ჯგუფიდან გავიდა. არგენტინა ჩატოვა ჯგუფში და ჩეხოსლოვაკიასთან გადათამაშება მოიგო და გავიდა. აი შეკითხვა გაის მაგ, რომ აი თუ მოგეწონა რომელიმე თა არ იყო არც ერთი თამაში ან როგორ არ იყო მაგალითად ბელგია, იტალია. მე ჩემთვის ვამბობ, ხო? ძალიან კარგი თამაში. სადაც მე ხა საერთოდ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ უფრო მეტად და შესაბამისად ევროპაშიც თქვათ ლათინური სკოლა ანუ ესპანელები და იტალიელები უფრო მიზიდავენ თქვათ პორტუგალიის მიმართ ძალიან კარგად ვიყავი ადრე განწყობილი სანამ გახსნას და მას რა ქვია დახურვას ააგებდნენ ბერძნებთან და მე მივხვდი რომ მაგათ გულშემატკივარი არ შეიძლება ხო და იმიტომ რომ ესენი არიან უჯიგრო ხალხი ბიზაშვილები ბრაზილიის რომელსაც იგივე ჭერს იმასაც ორჯერ ჩაატარა თავის სახში ჩემპიონატი და ვერ მოიგო ვერც ერთი და ხუთჯერ მოიგო სხვაგან ხო აი რაღაცა ეს არის აბსურდის თეატრამდე მიდივარ და
რომ დაუბრუნდეთ იმას, რასაც ვლაპარაკობთ. მე მომეწონა იტალია, ბელგია ძალიან მომეწონა ეს თამაში. მომეწონა ხორვატები. ოღონდ იქამდე სანამ მოდრიჩი გავიდოდა და მოვიდნენ, იმიტომ რომ ესეც რაღაცა მე უკვე შემეშინდა რომ უკლასო გუნდის შტაბ-ბიჭება დატოვა, იმიტომ რომ ჩეხები არ არიან ახლა ის გუნდი, ყოველ შემთხვევაში ესპანეთმა ბურთი არ მიაკარა საერთოდ. აი რომელი გუნდი აჩვენა, რომელმა გუნდმა აჩვენა ისეთი თამაში, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ აი ეს არის მთავარი პრეტენდენტი. ვერ გეტყვი ჯერ, იმიტომ რომ არ ჭირდებათ. აი ამაზე ვლაპარაკობდი მე, არ ჭირდა ამ დიდ გუნდებს ჯერჯერობით ოფლის გამოსვლის გარეშე ეხა იტალია რატო ითამაშა კარგი და ბელგია ყავდა იქ იმ ჯგუფში ბელგია შვედეთი იბრაგიმოვიჩი და ირლანდია ამიტომ იმას არ აქვს საშუალება რომ მოეშვას და იქ რაღაცა ანუ უფრო მობილიზებული იყო ამ თამაშების რა თქმა უნდა თუმცა აი საფრანგეთი ვნახეთ ჩვენ რუმინეთთან ძალიან გაუჭირდა საფრანგეთი მე არც მithom საფრანგეთი არ არის ძალიან რთული მეტოქი ხა კლასში არის განსხვავება თორე როგორც ესეთი რუმინეთი ადვილი მოსაგები არ არის ხა არიან ქვეყნები ვინც ტრადიციულად ძნელი მოსაგები ხა რუმინეთი ორი გოლი გაუშვა მთელ შესარჩევ სიგში უბრალოდ 11 გაიტანა მე ჩვენთან გაიტანა თორე 11 ქონდა გატანილი გერმანიის ნაკრები ნუ გერმანია ტრადიციულად სოფლიო ჩემპიონია 10 ბალიან სისტემაში ვიდან 10-მდე მერყევობს ხა სამწუხაროდ ესე არიან თუ საბედნიეროდ არ ვიცი რა ჩვენთვის მიჩვეული ვართ რომ გერმანია რაც აუნა ცუდად თამაშობს ქვია რომ 8-იანზე თამაშობს და თუ კარგად თამაშობს 10-იანზე თამაშობს ეგენ ნახევარფინალში ისედაც გადიან ყოველთვის მე არც მახსოვს როდესმე თუ ეგენი ლინეკერის ფრაზა ხო რომ ყველა თამაშობს ბევრს და იგებს გერმანია ჩვენ თამაშობთ კარგად და საბოლოოდ მაინც გერმანია იგებს კარგი დიდი მადლობა ჩვენი დრო ამოიწურა ისურვებთ კარგ სანახაობას მეგონა რომ აი უფრო მეტად მოტივირებული იქნებოდნენ და თუნდაც გერმანიასთან თამაშზე აღმოჩნდა ჩვენ ამ გუნდებს ვნახავთ მათ რეალურ ძალას ვნახავთ მეორე რეალური ჩემპიონატი საიდანაც დაიწყო იმიტომ ამას ვამბობ იმიტომაც ანუ შევტიპდაპირ მერვე ფინალიდან კარგი თამაშები იყოს არ მინდა რამდენი ეს პირდაპირ მერვე ფინალიდან ანუ ჩემპიონატი ნამდვილი გვაქვს წინ ამ ლოგიკის მიხედვით დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის მადლობთ ყურადღებისთვის მაყურებლებს რამდენიმე წუთში რვიანი დაიწყება ნინო შიჟილაშვილთან ერთად მე კი ხვალამდე გემშვიდობებით